გამარჯობა, ცროცხლიანი დაბრუნდა. ბევრს ფიქრობდი, წლის ბოლო ვიდეო როგორ უნდა ყოფილიყო, რა თემით დაგვეხურა ეს მძიმე წელიწადი და გადავწყვიტე, რომ ყმადაღებულ თემაზე, საკმაოდ დიდ პრობლემაზე, რომელიც დეკადებია გრძელდება ქართულ ფეხბურთში, ამაზე გვესაუბრა და დღეს ჩემი სტუმარი იქნება სპორტული ფსიქოლოგი, მენტალობის მწვრთნელი და ფსიქოთერაპევტი ბატონი დიმიტრი კალანდაძე. მოგესალმებით და მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. სანამ გადავიდოდეთ უკვე სტუმართან საუბარზე, 2 წუთით შეგახსენებთ უცებ რომ გათამაშება დღეს გვექნება, საახალწლო გათამაშება, რა თქმა უნდა, ბოლოში ეს ყველაფერი, ასე რომ უეჭველი უყურეთ დღევანდელ ვიდეოს ბოლომდე. დაალაიქეთ, კრისტალ სპორტის YouTube არხი გამოიწერეთ და ეხლა დავიწყოთ. პირველი კითხვა, რომ დავიწყოთ ეხლა, თქვენი თავი მინდა რომ გავაცნოთ მაყურებელს. დიდი გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში, ფსიქოლოგიაში, ფეხბურთთან დიდი შეხება გაქვთ და ახალი ხილია თქო როგორ თქვა, რავი, ანუ ყოველთვის იყო მოთხოვნა, ცრუცხლიანშიც ბევრი კომენტარი იწერებოდა, რომ ამ ხრივ არ მუშაობენ ქართული კლუბები, იგივე ნაკრებები და ასე შემდეგ წლებია რა და ძალიან აინტერესებს მაყურებელს დეტალები ყველაფერი, აი თქვენი სფერო, ეს სამყარო ფეხბურთთან მიმართებით როგორ მუშაობს. ეს არის მენტალობის განვითარებასთან დაკავშირებული მიმართულება. ანუ ფეხბურთში წარმატებისთვის არის 4 მიმართულება, როგორც ვიცით, ეს არის ტექნიკური განვითარება, ტაქტიკური განვითარება, ფიზმომზადება და მეოთხე მენტალური წვრთნები, ასე ვთქვათ, მენტალური განვითარება. რაც საქართველოში შეიძლება ითქვას ახალი ხილია, რა თქმა უნდა. მე 2017 წლიდან შემოვედი ამ სფეროში, კერძოდ ფეხბურთში, მეტწილად, თუმცა სხვა სპორტის წარმომადგენლებიც მეხმიანებიან და სხვა სპორტშიც დიდი დოზით მუშაობს. ეს მენტალური განვითარების ხაზი, მათ შორის როგორც ინდივიდუალური სპორტის სახეობაში, გუნდურში თავისთავად, თუმცა ინდივიდუალური სპორტის სახეობაში მაინც უფრო მწვრთნელი ითავსებს ამ ფუნქციას მეტწილად, მაგრამ არის ხოლმე რომ მწვრთნელი ამას არ ითავსებს. და გუნდური სპორტის სახეობაში, რა თქმა უნდა, ფუნქციები უნდა იყოს განაწილებული, უნდა იყოს ცალ-ცალკე მწვრთნელები, მენტალობის მწვრთნელი, ფიზმომზადების მწვრთნელი. ინდივიდუალური ცენტრები კარგია იმისთვის, რომ ტექნიკის თვალსაზრისით ფეხბურთელმა განვითარება დააჩქაროს, ასე ვთქვათ, და უშუალოდ ტაქტიკისა და სელექციის კუთხით ეგრეთ წოდებული მთავარი მწვრთნელი მუშაობს. მშობლების როლის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი არის. აი, მშობლების ხედანაც არის ხშირად ხელის შეშლა თუნდაც, ისევე როგორც ეხმარებიან და კარგს უკეთებენ. არის ამ არასწორი დამოკიდებულება, რაც ბავშვებს ცოტა გონებას ურევს რა და ამის ფაქტები თუ ქონიათ მაგალითად. ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. მშობლების ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ბავშვთა ფეხბურთში იმ თვალსაზრისით, რომ დიდწილად ძალიან უშლიან ხელს ბავშვებს განვითარებაში, რადგან მათი გეგმა არის, უпростоრად ისინი უგეგმოდ მოქმედებენ, მათი ყოველდღიურობით აზარალებენ ბავშვს იმ თვალსაზრისით, რომ ითხოვენ თქვა კონკრეტულ შეხვედრაში მისგან გოლს ან გამარჯვებას ან რაღაც კონკრეტულ შედეგებს და მე სახლში დაღლილ ბავშვებს საათობით ესაუბრებიან ფეხბურთზე დასვენების საშუალებას არ აძლევენ. დიდ პროცენტ მშობლებზეა ამას საუბრობ დიდ პროცენტზე და ეს როგორც ერთ-ერთი უდიდესი ხელისშემშლელი ფაქტორი ბავშვების განვითარებაში ფეხბურთში არის ეს მშობლების თემა. და სამწუხაროდ მწვრთნელებს ძალიან დიდი სამუშაო აქვთ ამ მხრივ, რომ 15-16 წლის ასაკამდე ბავშვობიდან დაწყებული პარალელურად ბავშვზე მეტად უწევთ მშობლებთან მუშაობა. სამწუხაროდ უნდა უწევდეთ ყოველ შემთხვევაში არის კატეგორია, ვინც ამას ახერხებს რაღაც დონით, არის რა თქმა უნდა, ბევრი ვერ შეძლებს ამას, ძალიან რთულია, დიდი სამუშაოებია ეს ჩასატარებელი. ასე რომ მშობლებს რჩევა, რომ ბავშვს რაც უფრო დაანებებენ თავს, მიუშვებენ თავისუფლებას მისცემენ და უბრალოდ ფინანსურად ხარს დაუჭერენ, რაც სჭირდება მის განვითარებას და ამავე დროს მხოლოდ პოზიტივით შემოიფარგლებიან და მხოლოდ იმედს მისცემენ, მერწმუნეთ, რომ მათი შვილი მეტად განვითარდება და ასევე მშობლებს ვეტყვი იმას, რომ გქონდეთ უშუალოდ განვითარებაზე აქცენტი გაკეთებული და ყოველდღიურობაში იმას აკვირდებოდნენ და არა იმას, რომ აბა თუ მოიგო მისმა შვილმა თამაში, თუ გაიტანა გოლი ან რაღაც შედეგი დადო, ან თქვა თუ მეკარია არ გაუშვა გოლი ან ასე შემდეგ. ამაზე არ იყოს აქცენტი გაკეთებული, რადგან ჩამოყალიბებულია უკვე საქართველოში სენივით შეცდომის შიში, ბავშვთა ფეხბურთში, შეცდომის შიში დიდწილად მოდის მშობლებისგან, გარკვეულწილად მწვრთნელებისგანაც მოდის ეს, იმიტომ რომ შედეგზე ორიენტირებულები არიან, სამწუხაროდ ეს ეგო არის წინა პლანზე წამოწეული მშობლების მხრიდან განსაკუთრებით, ნაწილობრივ მწვრთნელების მხრიდან
და მთელი ეს აქცენტები იკეთება შედეგზე, აი ეხლა უნდა მოიგო, მე ეს ემოციები ამ ძაფრი, ზოგი წააგებს, ზოგი მოიგებს, მთელი აქცენტები ამაზე კეთდება. ქვეცნობიერში ილექება ბევრი ნეგატივი წლების განმავლობაში და ის თავარი აქცენტები, რაზეც ყურადღება უნდა კონდეს მიქცეული როგორც ჩობელს, ისე სულ რომ თითოეულ ფეხბურთელზე იზრუნონ ყოველდღიურად რა ახალი სპორტული მოქმედებაში წავიდა წინ, რა სპორტული ილეთი, რომელი ილეთი დახვეწა, რომელ ილეთში აქვს წინსვლა თვიდან თვემდე, კვირიდან კვირამდე, იქნება ეს სხვადასხვა, იქნება ეს პასი, ართმევა, ჩაჭრა, კარში დარტყმაზე საუბრობდით. ანუ ამაზე არ არის აქცენტი გაკეთებული, ანუ განვითარებაზე აქცენტი არის მცირედით გაკეთებული, როცა შეიძლება პოტენცია რომ მეტად გაკეთდეს და ნაკლებად გაკეთდეს შედეგზე. სამწუხაროდ მთლიანობაში ვსაუბრობ ამას ახლა კონკრეტულად ახლა რაღაც წარჩინებული აკადემიები შედარებით უფრო ასეთ საკითხებს უფრო აქცევენ ყურადღებას და ცდილობენ ბავშვის განვითარებას, მაგრამ იქაც არ არის საკმარის, იქაც მეტია საჭირო. განვითარებაზე, როცა შეიძლება ბევრად დიდი აქცენტი იქნეს გაკეთებული და ძალიან დიდი ძლიერი კაი თაობებზე რო ლაპარაკობთ, მივიღოთ ძალიან სერიოზული უმაღლესი დონის გაზრდილი ფეხბურთელები, მენტალურად, ფიზიკურად, ტექნიკურად და ეროვნულ ნაკრებსაც დაეტყობოდა ეს და საერთოდ ჩემპიონატსაც დაეტყობოდა ასაკობრივ ნაკრებებსაც და ჩვენ ყველა ვარიანტში ვიქნებოდით ევროპის ტოპ 10-ულში ეროვნული ნაკრების თვალსაზრისითაც და საკლუბო თვალსაზრისით 20-ულში მაინც ვიქნებოდით. ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე ვამბობ 20-ულს. იმდენად დიდი გენეტიკური რესურსია ჩვენ ვაშთა ფეხბურთში, ვაშთას იმიტომ ხას უსვამრო ქალთა ფეხბურთი ჯერ ახალ ეხლა იდგამს პირველ ნაბიჯებს ეხლა დგამს. აქედან გამომდინარე, აი ეს ყველაზე მთავარი ფაქტორი ვთვლი, რომ რაც აფერხებს ფეხბურთელების განვითარებას, აი ეს ბავშვობაში ჩალექილი რაღაც ნეგატივები და ნაკლებად ორიენტირება განვითარებას და მეტად ორიენტირება შედეგზე. პირველ რიგში ვიმეორებ მშობლების მხრიდან და მე ნაწილობრივ მასობრივად მწვრთნელების მხრიდან. არასწორად ამ რამდენი ნიუანსი არის აღზრდის მომენტში. და საბოლოოდ ანუ რასაც ვიღებთ ნაკრებში, ანუ ვინც გაუძლებს ამას მენტალურად იმ პროცენტიდან, აი 100%-დან, რომ ვიღოთ ახლა რა პრობლემებს ჩამოთვალეთ, ესე იგი ინდივიდუალურად უნდა იყოს ძლიერი კონკრეტულად ბავშვი, შეიძლება ვიღაცას გაუმართლოს და კაი გარემოში მოხდეს, მშობლებისგანაც სწორი დამოკიდებულება მიიღოს, იქ მწვრთნელშიც გაუმართლოს, მაგრამ ეგეთი ძალიან ბევრი სამწუხაროდ არ არის. და ეგ პროცენტი იკლებს, მცირდება და საბოლოოდ ამ შედეგს ვიღებთ, რაც არის. კი, თითქოს ხელოვნურად ვამცირებთ იმ პროცენტს, იმ დიდი ბევრი კვარაცხელიების, ბევრი მამარდაშვილების, რომ რეალურად არის ამის შესაძლებლობა, რომ ქართულმა გენმა, ქართულმა ნიჭმა ეს სიმრავლე მოგვიტანოს. მაგრამ აი ეს არასწორი მიდგომების ელემენტარული სპორტული განათლების არქონის გამო და არასწორი მიდგომების გამო რეალურად ძალიან დიდ პროცენტს ვამცირებთ და იმ შემცირებულით კიდე ამ ხელა შედეგები რო გვაქვს მაინც იმასთან იმ ფონზე რაც შეიძლება გქონდეს, არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ დასანანია, გულდასაწყვეტია, აი რო იცი რომ თქვათ არ შეგიძლია და რაც შეგიძლია შენს მაქსიმუმს აკეთებ, მაგალითად ავიღოთ ისლანდიური ფეხბურთი, თავის მაქსიმუმზე გადიან და იციან რომ ამის იქით გენეტიკურად ეს არის მათი შესაძლებლობა და თავის მაქსიმუმზე მაქსიმუმს აჩვენებენ. ჩვენ ბევრად მეტი შეგვიძლია აი ამ ორგანიზებულობით და აი ამ ყველა ინსტიტუტების განვითარებით, რა ინსტიტუტებით ჩამოთვალე. რასაც ნიჭიც დაეხმარება. რასაც რა თქმა უნდა ნიჭი დაეხმარება, პლუს პედაგოგიკა, სწორი პედაგოგიკა და სწორი პედაგოგიკა ვერ იქნება უბრალოდ ერთ მშობლებში და ერთ მწვრთნელებში, იმიტომ თვითონ არასწორი პედაგოგიკით ოჯახებში, რაღაც გარკვეული იმითი გაიზარდნენ შესთომებით. იქაც იყო რა თქმა უნდა შესთომის შიში ბავშვობაში, ეს მასობრივი მოვლენაა, რომ ესე იგი შეცდომა კიდე ერთ რამეს ვამბობ სპორტში შეცდომა არის ნომერ პირველი მეგობარი სპორტსმენის. აი ეს საქართველოს ეს არიციან. პირველი ვინც ანვითარებს სპორტსმენს და წარმატების გზაზე მიყავს, არის პირველი ნომერ პირველი მეგობარი მისთვის. არის არა თანაგუნდელები და არა მწვრთნელი და არა თქვა მშობელი, მისი ყველაზე დიდი ახლო ძმაკაცი მეგობარი არის შეცდომა. და ჩვენთან არის პირიქით ამოყირავებული. შეცდომა არის საშიში, შეცდომა არ შეიძლება, შეცდომა არის ძალიან დამღუპელი. ეს ყველა სახეებზე აწერია მშობლებს, მწვრთნელებს, გაცნობიერება რო ყოფილიყო მასობრივად ბევრად შეიცვლებოდა ვითარება როგორც მშობლების მხრიდან, ისე მწვრთნელების მხრიდან. სამწუხაროდ ეგეთი რეალობაა. გარდა შეცდომის შიშისა არის კიდე ერთი უარყოფითი მხარე,
ბავშვთა ფეხბურთში მასობრივად კიდევ ვამბობ ცალკეულად არ მინდა ესე გამონაკლისებზე ვილაპარაკო, სადაც შედარებით დადებითი სიტუაციებია ზოგიერთ აკადემიაში. ანუ არის პულტით მართვა ბავშვის, ანუ კარნახი რა, ოღონდ მხოლოდ მწვრთნელების მხრიდან არა, ეს მშობლების მხრიდანაც ხდება, როცა ესწრებიან ისინი თამაშებს და ბავშვი მიდის წარმოიდგინეთ 8-9-10 წლის ბავშვი, რომელიც რაღაც დამოუკიდებლობას სწავლობს, რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ეს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს შეცდომითი და რა მოხდა, ეს შეცდომითი გადაწყვეტილება მას განავითარებს შემდგომ დააფიქრებს და აქცევს რესურსად ამ შეცდომას განვითარებისთვის, ის უცებ კარნახობს ამ მომენტში, როცა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, პასი გაცეს თუ დაარტყას, დაუპირებს მშობელი ერთს, მწვრთნელი მეორეს. ერთმა ბავშვმა მითხრა, რომ მე ვერ გავიგეო, რომელს დაუჯერო, მამა ამას მიყვირს. ორი ავტორიტეტი ზის და მამა ამას მეძახის, მწვრთნელი ანუ საერთოდ არ უნდა იყოს ეს დაძახება და რეალურად გადაწყვეტილების მიღების კულტურა უნდა ჩამოუყალიბდეს ბავშვს. აი ნახეთ, რამდენ პრობლემებს შევეხეთ. ანუ გადაწყვეტილების მიღების სტრესივით არის რა, ბევრ ბავშვი და ეს საშუალებას არ უტოვებთ. ხო და აი თქვენ პროცენტების შემცირებაზე ისაუბრეთ, აი ეს ერთ-ერთი ესეც არის. აი ამ ასე ვთქვათ, სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარის ნაკლებობა. აი ჩვენი ნაკრების და ზოგადად ქართულ ფეხბურთის ტკივნეული მომენტია რა, ყოველთვის გვიჭირდა თამაშების შემოტრიალება. მაგალითად სტატისტიკაც გვაქვს ეს ყადაღებული 15-20 წელია, როცა ერთ ბურთს გავუშვებთ ვერაფრით ხერ ხდება. სულ ერთია ეს რა დონის მეტოქე იქნება რაღაც ესპანეთს და იტალიას არ გულისხმობ. ფსიქოლოგთან თქვენთან როგორც პროფესიონალთან მაგ კითხვა ეგეთი, რამდენად ნუ ტაქტიკა და შესრულება ცალკე თემაა იქ გესმის რა თქმა უნდა ტექნიკური ხარი. მაგრამ ეს მენტალური პრობლემები რაც ყოველთვის ქონდა ქართულ ფეხბურთს, რამდენად დიდ როლს თამაშობს აი ამ მსგავს პრობლემებში, თუნდაც აი ამ სტატისტიკასთან რა. უშუალოდ თუ თამაშის შემოტრიალებასთან დაკავშირებით კონკრეტულად მეკითხებით, მანდ არის ესეთი ფაქტორი მენტალურია, რა თქმა უნდა, ანუ ორი შემთხვევა შეიძლება ერთი ის იყოს ხელი შემშლელი, რომ არ იყოს დამუშავებული გეგმა ბერო, თქვა თამაშის მოწინააღმდეგის მხრიდან წაყვანის შემთხვევაში, თქვა პირველი გოლის გაშვების შემთხვევაში, როგორ გადავეწყობით, რას ვაკეთებთ, სწრაფი გადაწყობა რომ მოხდეს, რომ არ იყოს მოულოდნელობის განცდა და მოულოდნელობა კიდე ქმნის სტრესს და ქმნის ზოგიერთ ფეხბურთელში შეიძლება რაღაც გარკვეულ ტრამვასაც, ნუ თუ არის შედარებით გამოუცდელი და ეს არის ერთი მიმართულება, ხოლო მეორე მიმართულება ის ზოგადი გუნდის ფსიქოლოგიის მდგომარეობა ამ ვითარებაში, როცა თქვა აგებს ერთი ბურთით, ან აგებს ორი ბურთით, როგორ აპირებს გაგრძელებას, როგორც ტაქტიკური თვალსაზრისით თამაშის გადაწყობას, ასევე ფსიქოლოგიურ მენტალურად რამდენად კარგავენ სითამამეს, ან რამდენად კარგავენ თავდაჯერებულობას, აი ამ თვალსაზრისით არის შედარებით მოუმზადებლობა. აღზრდიდან შეიძლება მოდიოდეს ეს პრობლემები გარკვეულწილად. პირველ რიგში ეს მოდის ბავშვობიდან. ბავშვობიდან, რადგან ბავშვობაში უფრო აქცენტებია გაკეთებული სამწუხაროდ შედეგებზე, პატარა ასაკიდანაც, აი დაწყებული 8-9-10-11 წლიდან. შეიძლება რომ შედეგი მოთხოვა მაგას. სამწუხაროდ მთელი საქართველოს მასშტაბით ვლაპარაკობ, რაღაც კონკრეტულად შეიძლება არის შედარებით უკეთესი მდგომარეობა პირობითად, ვთქვათ, დინამოს აკადემიაში სხვებთან შედარებით, მაგრამ ზოგადად ქართულ რეალობაში ვამბობ, რომ აი ამ შედეგზე ორიენტირებულობა ბავშვებში ლექავს თანდათან აი ამ ტკივილებს, სტრესებს, თავდაუჯერებლობის განცდას, ანგარიშის ვერ წაყვანის შემთხვევაში, როცა მეტოქე წაუყვანს, თქვათ, მის გუნდს ანგარიშს და შესაბამისად ეს ქვეცნობიერში ილექება და უკვე დიდ ასაკშიც ეროვნულ ნაკრებშიც აისახება იმ მხრივ, როდესაც მოწინააღმდეგე გუნდი დაწინაურდება მაგ დროს მობილიზაცია და ის თავდაჯერებულობა, რაც საჭიროა და ის სითამამე, ის იკარგება. რაც არ უნდა სურვილი იყოს ამისი, იქ უბრალოდ განცდაში ეს არ მოდის. ყოველთვის იყო პრობლემა საქართველოს ნაკრებში მაგალითისთვის რომ ავიღოთ, კლუბებიც არ ჩამორჩებიან თუ არ უსწრებენ. აი ეს სტანდარტულებზე სულ გვაქვს პრობლემა, უშვებთ, ვერ ვიტანთ და ეს შორიდან დარტყმები, მაგალითად ამაზეც ვისაუბრეთ ჩვენ. აი ბავშვობაში აშკარაა რომ ამაზე ნაკლებად არის ნამუშევარი რა, რომ სხვა გუნდებს რო უყურებთ, თუნდაც საშუალოზე ოდნავ დაბალი დონის ნაკრებებს ну აქვთ რა ეგეთი გამონათებები საკმაოდ ხშირად რა და ჩვენთან აი კლუბებში თუ ნახავთ ერთო ეკიტეშვილი გაიტანა ეხლა მაგალითად პანათინაიკოს გაუტანა და გაგვიხარდა ვა საიდან დაარტყაო გაგვიკვირდა რა და ვერ შეხვდებით ამას ხშირად აი თქვენ ახლოს გაქვთ შეხება რა თქვენი აზრი როგორია მაგაზე გვინდა აი ეთნო ფსიქოლოგიის მომენტთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში აი თვითონ
ქართული ფეხბურთი ასოცირდება თქვათ იმ მწვრთნელებში, იმ აღმზრდელებში, ფინტებთან, დრიბლინგებთან, ამას დამატებული კიდე წნეხი, შედეგზე ორიენტირებულობა, რაც ბავშვობის ასაკში მიმდინარეობს სამწუხაროდ. ხო, ყურადღება გადადის რაღაც. თუმცა ახლა ეს თანამედროვე ფეხბურთი, რა თქმა უნდა, ეს კოლექტიურ თამაშს პასებს და ამას ითხოვს და რა თქმა უნდა, ამაზეც არის გადასული ქართული ფეხბურთი, თუმცა აი ეს რაღაც გარკვეული ელემენტები იკარგება, რაც მნიშვნელოვანია და საჭიროა და ერთ-ერთი ეს უმნიშვნელოვანესი ელემენტი, როგორიც არის შორიდან დარტყმა და საშუალო დისტანციიდან დარტყმა. ნებისმიერ ასაკში ყველა ასაკს თავისი დისტანციები აქვს, ამ მიმართულებით სამწუხაროდ ვერ მიდის აქტიური მასობრივი მუშაობა. შეიძლება გამონაკლის შემთხვევებში სადღაც ზოგიერთი მწვრთნელი გამიგიარო, ეხლა კონკრეტული პიროვნებაც გამახსენდა, ვინც შორიდან დარტყმაზე და საშუალო დისტანციის დარტყმაზე ძალიან დიდი რაოდენობით ავარჯიშებს თავის ფეხბურთელებს. ბევრთან გიმუშავიათ პატარა ასაკიდანვე გამოცდილება გაქვთ. გამაინტერესებს დღევანდელი ნაკრებიდან თუნდაც რა. ინდივიდუალურად რომელიმე წევრი, რა თქმა უნდა, დასახელებას აქვს თქვენ თუ თანამშრომლობს თქვენთან, თუ მუშაობს უბრალოდ რა და რომელიმე მათგანს ბავშვობიდან მოყოლებული ხარ იცნობთ რა, ადრეული ასაკიდან. დიახ, ბავშვობიდან მოყოლებული რამდენიმე ფეხბურთელს დღევანდელი ეროვნული ნაკრებიდან შეიძლება ნახევარზე მეც ვიცნობ და მიმუშავია იმ პერიოდში, როცა ისინი აკადემიაში იყვნენ, დინამოს აკადემიაში, თუმცა ეხლა ამ მომენტში მიმდინარე მუშაობა არის მხოლოდ ორი ფეხბურთელის მხრიდან ეროვნულ ნაკრებში, ვინც იმყოფება ამ მომენტში კი უკვე გაზრდილ მდგომარეობაში. მაყურებელს შევახსენებთ ხარ, რომ შეგიძლიათ კომენტარები დაწეროთ, კითხოთ ჩვენ სტუმარს ნებისმიერი რამ და შემდეგ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ დროული და ამომწურავი პასუხი დაგებრუნოთ, ასე რომ ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, ამ მიმართულებით, რაზეც დღეს გვაქვს საუბარი, დაწერეთ კომენტარები, აუცილებლად დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო და ესტალ სპორტის YouTube არხიც გამოიწერეთ. ახლა ერთ აქტუალურ კითხვას დავსვამ, ქართველი ფეხბურთელის ესე აღებული კონკრეტულად ფსიქოტიპი რატო განსხვავდება ამდენად სხვებისგან რა, ნებისმიერი კონტინენტის წარმომადგენელი რო ვიღოთ თუნდაც და ძალიან რთულად სამუშაო პერსონები ვართ, ასე ავიღოთ რა, გინდა ახალგაზრდები, გინდა ჩამოყალიბებულ ასაკში, ყოველთვის იყო საუბარი კომაგების მხრიდან და ჟურნალისტების მხრიდანაც, რომ აი ეს მწვრთნელი ვერ გაამართლებს, ამიტომ ზოგს ეროვნებას უწუნებდნენ, აი ქართველს ვერ მოირგება და ასე შემდეგ რა. ზოგ მონაკვეთში პირიქით მარტო ქართველ მწვრთნელს ითხოვდნენ. ახლა სხვათა შორის ითხოვენ უფრო უცხოელს რა. ცოტათი გადაიხარა ის არის ახლა. ვერ ვიტყოდი რაღაც განსაკუთრებული სირთულეა ქართულ ფეხბურთელებთან სამუშაოთ, ესე კონკრეტულად ამას ვერ ვიტყოდი, ეს დრო შეიძლება წავიდა ადრე იყო შეიძლება სისტემურობის პრობლემას ბოდიში გადაწყვეტეთ უშლიდა ხელს ამ ყველაფერს. დაახლოებით ალბათ. კი მესმის, უფრო ეს მწვრთნელების მხრიდან იყო, ქართველი მწვრთნელების მხრიდან რთულდებოდა მუშაობა, ჩემის აზრით, ვიდრე ეს რომ კონკრეტულად ფეხბურთელებთან იყო ძნელი სამუშაო. უფრო მიზეზები შეგვიძლია ვეძებოთ ქართველ მწვრთნელებში, რომლებიც თავს ვერ ართმევდნენ ან რაღაც შეიძლება გარკვეული სირთულეების შექმნოდათ, სხვადასხვა მიზეზების გამო, ალბათ პირველ რიგში კომპეტენციის გამო, უფრო ვიტყოდი, რომ ქართულ გენში და ქართული რეალობა გვაჩვენებს, აი მწვრთნელობა არ შეუძლია ქართველებს რა. ძალიან დიდი პრობლემა. აი ხო ამდენი წელი გავიდა და აბა ვინ შეიძლება დასახელდეს თქვათ ისეთ დონის მწვრთნელად გამონაკლისების გადა, რომელსაც რაღაც გარკვეული პერსპექტივა შეიძლება ქონდეს, ახლა გვარებს და სახელებს არ დავასახლებ, შეიძლება იყოს 1, 2, 3 ესეთი მწვრთნელი, რომელისგანაც შეიძლება იფიქრო, რომ რაღაც განვითარება ექნება და რაღაც სიმაღლეს მიაღწევენ. მაგრამ მასობრივ დონეზე ახლა გადავხედოთ პორტუგალიელი მწვრთნელები რამდენია ესპანელი, რამდენი იტალიელი. პროცენტულად რო ავიღოთ, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და თუნდაც ეს ხორვატები ჩვენ 4 მილიონიანი ქვეყანა, როგორც ჩვენ და ძალიან ბევრი საშუალო დონის მწვრთნელები რო შევადაროთ, კლასით და დონის მიხედვით ბევრად მაღლა არიან და ბევრად დიდი რაოდენობით არიან ჩვენთან შედარებიდან. უფრო მწვრთნელობის პრობლემას ხვდა, ვიდრე ეს რომ ქართულ ფეხბურთელებთან ძნელია მუშაობა, ესე ვერ ვიტყოდი. ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება ქართულ ფეხბურთელებთან თუ მწვრთნელი იმ კომპეტენციას აკმაყოფილებს, რაც ეროვნულ ნაკრებს ჭირდება, ქართულ ფეხბურთელებთან პირიქით კარგიც იქნებოდა და შეიძლება უკეთესიც ყოფილიყო, რომ ქართულ მწვრთნელს ემართა ეროვნული ნაკრები. ძალიან საინტერესო პასუხი იყო და ერთი კითხვა დამებადა, ეხლა ფეხბურთელების მიმართ იყო ყოველთვის კრიტიკა, ეს მომზადებასთან დაკავშირებით, აი ინდივიდუალური ვარჯიშები, კლუბში პირადია ცხოვრება, ყოველდღიური რუტინა მაგალითად და
ფიზიკურად რომ რაღაცას აყლებდნენ იქ ამე გართობა და ასე შემდეგ და აი მწვრთნელს მინდა ცალკე შევეხო ხა რამდენად მეგონი არანაკლებად მნიშვნელოვანია რომ გადამზადება მოხდეს ქართველი მწვრთნელების და მაქსიმალური ხელშეწყობა როგორც აი ფეხბურთელს ჭირდება ისეთი პირობა დავუშვათ დინამოს აკადემიაში რო პირობებია სიტყვაზე ეგეთი უნდა იყოს ყველა აკადემიაში და უნდა ქონდეს ბევრი მწვრთნელსაც უნდა მოეთხოვებოდეს როგორც აი მართვის მოწმობის აღება არის დღეს ძალიან ადვილი და აი დღეში ვართ რომ გავიხედოთ გარეთ ეხა საბურთალოზე ვართ ხო აი ეგეთი ვითარება არის ანუ C-ლიცენზიის აღება მაგალითად ძალიან მარტივია და სხვაებიც არ არის რა ისეთი როგორიც უნდა იყოს და მე მგონი აქაც ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს რა უნდა დაგეთანხმოთ რომ როგორც ახლა ფეხბურთელი ჩვეულებრივად ვითარდება იყო აკადემიაში წამოვიდა აკადემიიდან თქვა პირველ გუნდში თამაშობს პირობითად თქვა დინამოს გუნდში მერე მიდის უცხოეთში და ის ვითარდება და აგრძელებს განვითარებას რა დავაშავა მწვრთნელის ინსტიტუტმა ხო კი მწვრთნელი კონკრეტულად ახლა გულისხმობ აი ტაქტიკისა და სელექციის მიმართულებით მწვრთნელზე თუ რა თქმა უნდა ფიზმომზადების მწვრთნელებსაც გულისხმობ რომლებსაც აგრეთვე ჭირდებათ გადამზადება და საერთოდ და რაოდენობრივადაც ხაზგაუსვამ ძალიან ცოტა საქართველოს ფიზმომზადების მწვრთნელები ვეტყობა კიდეც ჩემპიონატზე ძალიან ძირითადად უფრო მაღალ დონეებზე უცხოელი მწვრთნელები ჩამოყვათ ფიზმომზადებაში და მაღალი კომპეტენციასაც ვეღარ მოვთხოვთ ხა ფიზმომზადების მწვრთნელებს იმიტომ რომ რაოდენობაც ძალიან მცირეა და მოხალისეთ თუ ვინმე რაღაც დაიწყებს ამ მიმართულებით მუშაობას რა თქმა უნდა გადამზადებაზე რო ლაპარაკობთ მარტო ეგრეთ წოდებული მთავარი მწვრთნელები რომლებიც არის პასუხისმგებელი ტაქტიკაზე და სელექციაზე მხოლოდ მათ გადამზადებაზე არ ვსაუბრობთ ფიზმომზადების მწვრთნელებზე ვსაუბრობთ რომლებიც თავის ცოდნაში და კომპეტენციაში უნდა ითავსებდნენ ნუტრიციონიზმს ნუტრიციოლოგიას ასე ვთქვათ აი მკვლევასთან დაკავშირებულ ყველა იმ ნიუანსს და აგრეთვე რა თქმა უნდა ეს მეოთხე მიმართულება გადამზადებასთან მიმართებაში შეიძლება ითქვას რომ აი ეს მენტალური განვითარების ცენტრი ეხლა ცოტა ხმამაღალი ნათქვა იმიტომ რომ მენტალური საერთოდ არ გვაქვს სპორტული ფსიქოლოგიის არც სპეციალობა არც ფაკულტეტი ქვეყანაში და ეხლა ეს ძალიან ხმამაღალი განცხადება იქნებოდა რომ მეთქვა რომ კარგი იქნებოდა რომ მენტალური განვითარების ცენტრებიც ყოფილიყო თქო საქართველოში ნუ ეს ასე ვთქვათ ეს მეოთხე მიმართულება თუმცა იმედია რომ როდესმე სახელმწიფო ამ მიმართულებით გადადგამს ნაბიჯს და ექნება მინიმუმ სპეციალობა მაქსიმუმ ფაკულტეტი ფიზკულტურის ინსტიტუტის ბაზაზე მაინც და ნელ-ნელა წელიწადში 10 კადრი 5 კადრი მაინც რომ განვითარდეს და ქართულ სპორტს შეეშველოს აი ამ მეოთხე მიმართულებაში რაც არის მენტალობის მიმართულება მენტალობის მწვრთნელების საჭიროებას ძალიან განიცდის დღეს ქართული ფეხბურთი ეს ევროპაში ეს ამაზე არც არის ლაპარაკი. ისე როგორც ანალიტიკოსის კურსებიც არ გვაქვს ქვეყანაში ამ ხრივაც. ძალიან პრობლემა აი საკლუბო და იგივე სანაკრებო. გამოვჩა სხვა შორის ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე ხშირად როგორი სახის პრობლემას დაწყდომი ხართ? თუნდაც ინდივიდუალურ მუშაობაში და ასევე გუნდურადაც ამ რა არის ყველაზე განმეორებადი? ყველაზე ხშირი ბავშვებში ბავშვები შემთხვევით თუ ყოფილა რამე გამოჩნდა. დიახ, აი ბავშვებში განსაკუთრებით აი 10, 11, 15, 16 წლის ასაკში არის შეცდომიშიში ყველაზე გავრცელებული, რასაც რამდენიმე წუთის წინ საუბრობდით, ხოლო განმეორებადი არის თქვათ სტაბთან მიმართებაში უფრო ის რომ აი რაღაც მოუნელებლობა იმ მარცხისა იმ ნეგატივისა და ვერ დავიწყება და ვერ ჩატოვება ვერ გადახარჯ ვერ ჩატოვება წარსულში. დავივიწყოთ ეს მარცხი ხო ანუ დავივიწყოთ კი არა რეალურად აქ დავივიწყოთ კი არა პირიქით არ დავივიწყოთ იმაზე გავაკეთოთ ღრმა ანალიზი ბოლომდე რეალობას თვალი გაუსწოროთ დავინახოთ ის ხარვეზები საიდან აღმოცენდა რა ფაქტორებმა განაპირობა მე ამ ფაქტორებში ნომერ პირველი ფაქტორი დავასახელოთ და გამოვიყენოთ რესურსად განვითარების და აქაც იგივე პრინციპი მუშაობს რაც ბავშვებზე თქვი შეცდომიშიში რომ ანუ შეცდომა არის მეგობარი თქო აქაც იგივე არის აქაც იგივე პრინციპია სტაბთან მიმართებაში რომ ჩვენ ეს მარცხი ეს უარყოფითი გამოვიყენოთ მეგობრად რომ შემდეგი თამაში წინ გველოდება ეს მოგვიტანს წარმატებას ამის გამოყენება მოგვიტანს წარმატებას და ეს ნეგატიური მოვლენა არის ესე ჩვენი განვითარების თვის კეთდება ანუ ეხლა ამ შემთხვევაში სტაბს გულისხმობ ეს მარცხი ეს უარყოფითი მხარე ჩვენ გამოვიყენოთ პირიქით დაუმეგობრდეთ ამას რომ შემდეგში უკეთესი განვითარება პოვოთ და გამოცდილება შევიზნოთ და წინ წავიდეთ. ვისაუბრეთ რა ბოლო მატჩების ირგვლივ მატჩამდეც მატჩის შემდეგ ხშირი საუბარი ქონდა და სადღაც თითქმის თვითადრე თქვით რომ უგარეთთან უბოჭველი წავაგებდით. აი შორიდან როგორც ფსიქოლოგმა თან ნაკრებთან შეხება არ გაქვთ ეხა
და ესე ტელევიზორიდან რაც დაინახეთ, რა შეამჩნიეთ პირველ რიგში, რომ აი აშკარად აღვემატებით ბულგარეთს კლასით, რავი, სისტემითაც ვჯობდით. თბილისში ძალიან მარტივად მოუგეთ და უფრო დიდი ანგარიშითაც უნდა მოგვიგო და მანამდეც მოუგეთ 5-2 იქ სტუმრად ერთა ლიგაზე. და რამ განაპირობა ეს მენტალური თვალსაზრისით, რა შეამჩნიეთ პირველი. ხოლო და მხოლოდ მენტალური თვალსაზრისით ვიტყვი მე, რა თქმა უნდა, პასუხს არ შევეხები სხვა მიმართულებებს. ანუ მე ორივე გუნდს ვაკვირდებოდი. ორი თვით ადრე შეიძლება დავიწყეს დაკვირვება. სანამ ბულგარეთი საქართველოს იქნებოდა დამასობაში ერთი თვით ადრე ბულგარეთის ნაკრებში მწვრთნელი შეიცვალა. მოვიდა ახალი მწვრთნელი, რომელთა სადაც შევამჩნიე, რომ მოვიდა იმ მიზნით, რომ ამ ბოლო 4 თამაშში გუნდის ხარისხი აეწია შედარებით იმ დიდ კრახთან და დიდ კატასტროფასთან შედარებით, რასაც ბულგარეთის ფეხბურთი მანამდე თამაშობდა. და ეს სამი თამაში ისეთნაირად დაუჯდათ, რომ ბოლო მეოთხე თამაში იყო საქართველოსთან, ეს სამი თამაში მათ გამოიყენეს სავარჯიშოდ, ხარისხის ასაწევად, მენტალურად საერთოდ არ განუცდიათ და არ განიცდიდნენ იმ ორ თურქეთის მარცხთან ორ თამაში და ესპანეთთან მარცხთან, ესპანეთთანაც ჰქონდათ ერთი თამაში. ანუ მენტალური წვა და მენტალური ანუ ენერგოეკონომია იქნა კარგად გამოყენებული. სწორად მიუდგნენ ენერგიები შეინარჩუნეს პირველ რიგში მენტალური, ფსიქოლოგიური, ფიზიკაზეც აისახება ეს ფიზიკურის შენარჩუნებასთან და ამ სამი თამაშის მერე, ეგრეთ წოდებული სამი ვარჯიშის მერე მაღალი კონცენტრაციით, მიზან დასახულობით, მიზან მიმართულობით, ეს წინასწარ ვიცოდეთ, ეს მიზან დასახულობა და მიზან მიმართულობა და მაღალი კონცენტრაცია იქნებოდა ჩვენი ნაკრების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს იყო მაგათი ნომერ პირველი მიზანი, რომ ეს უნდა შესრულებულიყო და საპირისპიროდ საქართველოს ნაკრებში იყო უმიზნო მდგომარეობა. 180 გრადუსით. ხო, ნუ მენტალური თვალსაზრისით ვაპარაკობ ახლა, რომ რეალურად კი შეიძლება იქ რაღაც ტაქტიკურადაც თქვენ ახსენებდით და პლუს იქ ტრამვიანობის თემაც იყო, თქვათ საბა გოგლიჩიძე დაიმტრვა და აი არის რაღაც ფაქტორები სხვა იყო, მაგრამ მაინც ჩემი მენტალური თვალსაზრისით გასმას გავაკეთებ იმაზე, რომ კონკრეტული მიზანი ბოლო 4 თამაში არის, აი რა უნდა გაკეთებულიყო, აი რა უნდათ, ვისთვის უნდა მოიგოთ, ვისთვის რა უნდა გაეკეთებინათ, ეს მიზანი არ არსებობდა. და გარკვეულწილად დაუფასებლობაც იყო შეიძლება ბულგარეთის ნაკრები, ბოლო-ბოლო ეხა კი ამდენი თამაშები წავაგეთ და ჩავალთ ეხა ბულგარეთი სუსტია და წესით მინიმუმ არ წავაგებთ. აი მიდგომა ისეთი იყო, წინა გადაცემაში ვახსენე, ზუსტად თურქეთთან რო წავაგეთ, ეგ იყო რა მთავარი. და შემდეგ უკვე აი მაჟორულ ნოტაზე რა, კარგ ნოტაზე დავამსრულებთო რა. ანუ მოვიდეთ კარს გავიხუროთ. ხო, ეს ასე თქვა მინიმუმ არ წავაგებთ თან რაღაც ეგეთი ის შეიძლება იმასაც კი ამბობდნენ რომ მოვიგებთ, მაგრამ უფრო რას მომბიცი რომ აი კონკრეტული მიზანი არ იყო და მოედანზე რომ გამოვიდნენ მიზანი როცა არ გაქვს უკვე ახლო მიზანი და არის შორი მიზნები, არის ახლო მიზანი. მიზნის გარეშე როცა გამოდიხარ უკვე რაღაც კონცენტრაციის ნაკლებობა თვითონ მენტალურად, რომელიც მე ფიზიკაშიც აისახება, სისწრაფეშიც აისახება, ყველაფერში აისახება. უკვე ეს ერთობლივი პროცესია მენტალური, ფიზიკური. ეს მაღალი კონცენტრაცია რო წამოვიდა ამ დაბალი კლასის ბულგარეთიდან, ეგრევე მაგათი ასე ვთქვათ ტაქტიკური მხარე იყო, რომ თავიდანვე მოითავებინათ რაღაც და შოკის ეფექტი შეექმნათ. ეს მე წინასწარ ეს სხვა შორის მენტალურად მე განსვაზღვრა, რომ პირველივე ტაიმში ბულგარეთს უნდა მეორე ტაიმში რომ გადაეტანა ბულგარეთს ბრძოლა, პირველი ტაიმი დაცვითი აერჩია, შეიძლება სხვანაირი სცენარი წასულა. შეიძლება ერთი გაესროლა ქუჩას და დამთავრდება. თავიდანვე ბულგარეთმა მაგ შოკის ეფექტი და თავდასხმის ეფექტი, მოულოდნელობის ეფექტზე იყო გათვლილი მათი თამაში, ეს უბრალოდ წინასწარ მე პროგნოზი გავაკეთე მხოლოდ და მე ეს ახდა. აი ამ გათვლებით ჩავთვალე რომ ბულგარეთი დაგვამარცხებდა. ყველაფერი კარგად გავშალეთ, დღეს იმედი მაქვს მაყურებელს რაიმე თუ დააყლდა, ეგეც მაინტერესებს, კომენტარებში დაწერეთ, წეღანაც გითხარით, რომ დღევანდელ თემებთან დაკავშირებით სამალად გამოუშვით კითხვები და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ პასუხები გაგცეთ. საქართველოს ნაკრებს აუცილებლად უნდა შევეხო მე ბოლო ნაწილში, იმიტომ რომ დაიგეგმა, თქვენც ნახავთ, ორი ამხანაგური შეხვედრა მარტისთვის და რა წეგან ვახსენეთ, შეცდომებზე ვესწავლა. ეგ არის მართლა უნიკალური რაღაც არის ფეხბურთში რა. იმდენი მაგალითი გვახსოვს ჩვენ უმაღლეს დონეზეც, ცოტა დაბალ დონეზეც, რომ არ ვიცი. ერთ-ერთი საუკეთესო სახეობა მოკლედ ფეხბურთი იმისთვის, რომ ნახოთ თუ რას ნიშნავს შეცდომებზე სწავლა და წინა წელს უკვე, ჯერჯერობით წინა არ დამდგარა 26, მაგრამ ანუ ამ წელს რაც მოხდა რა 25-ში თურქეთთან თამაშამდე როგორც მივედით, ბელიგაში რაც ვიწვნიეთ ჩვენ მარცხი და რა პრობლემებიც ჰქონდა და თურქეთიც ხო ნუ ალიგის დონის არ არის, მაგრამ კარგი წელში გამართული ბელიგის მაღალი დონის ნაკრები არის და ანუ როგორ უნდა გაგვეტესტა ჩვენი ახალი სქემა.
ამას ახლავს თან პრობლემები, იქ ფსიქოლოგიურ მეტი სითამამე გჭირდება, მეტოქეს მხრიდან წნეხი იზრდება, თავს როგორ დაიცავ, ეს გადასვლა სიახლეზე რა, მოხდა ძალიან დაუგეგმავად, იმიტომ რომ ყველაფერი აეგო იმაზე, რომ უბნის გუნდის დონის ნაკრებს სომხეთს მოუგეთ აქ 6-1 და თურმე კაიყოფილა ეს მონახაზი, შემდეგ დაიგეგმა ორი არაფრის მომცემი ამხანაგური შეხვედრა ფარერებთან და კაბო-ვერდესთან, სადაც ფეხბურთელებიც კი არ გამოვიძახეთ ნაკრებში, საფრთხე მოთამაშეები გამოიძახეს, ანუ ისეთი ხალხი, რომლებიც ვიცოდით, რაც წარმოადგენდნენ და ეს რესურსი გავფლანგეთ. მივედით შემდეგ თურქეთთან, კისერი წავიტეხეთ, არ აღმოჩნდით მზად ამ ყველაფრისთვის. შემდეგ ამის ბრჭყალებში გაправება მოხდა პრესკონფერენციაზე ძალიან გამაღეზიანებლად და ანუ ეს ახსნა არ მომხდარა ამის ადამიანურად, პროფესიონალურად და ახლა დაიგეგმა ორი ამხანაგური შეხვედრა ლიეტუვასთან და ისრაელთან. ისრაელი მარტო ისრაელის რო ავიღოთ, ისრაელთან თამაშიც კიდე არ აუშავს. თუ მარტო ერთი გუნდი იქნებოდა ამ დონის. მაგრამ მეორე ცოტა უნდა ყოფილიყო, აი შოტლანდიის დონის გუნდი, შეიძლება შვეიცარია ყოფილიყო. არიან ნაკრებები საშუალო ჭრილში, აი B დივიზიონი რო ავიღოთ, რა იქ ჩახედეთ კალათებს. წელიწად ჯერ არ ყოფილა იქნება. ანუ რა გველოდება, რა ჯგუფში აღმოჩნდეთ, შეიძლება ან იმ ჯგუფიდან თუ გახრედი, შემდეგ ნახევარფინალი და ფინალში ვინ გელოდება და ეს ამხანაგურები აღარ არის, მორჩა, ერთა ლიგამ შეჭამა. ფანჯრები აღარ არის, ვერ დაგეგმა, ვერ ეთამაშები, ვერ გატესტავ. და როდესაც ეს გაქვს ფანჯარა, როგორც შარშან მქონდა, რომ მოკლე ჯგუფში მოხვდით 4 გუნდიანში და დაგვემატა ორი ამხანაგურისთვის ფანჯარა და ვერ გამოვიყენეთ. ახლაც გვაქვს მარტში ეგ ფანჯარა, იმიტომ რომ ჩავრჩით ჯგუფში და მსოფლიოს შესაჩერს ვერ ვთამაშობთ სამწუხაროდ. და მარტშიც ეხლა აი ესე არ ვიცი. შეიძლება მე შევწდე ამას არ გამოვირიცხავ, რა თქმა უნდა და ვაღიარებ. აუცილებლად თუ მე შევწდები და კაი მოხდება ნაკრებში, სწორად გაცვლიან და მოიგებენ ცოცხლიანის მაყურებელი, ვინმე თუ დამწამებს ცილს იმაში, რომ რაიმე მომიტყუებიან, ვინმე გამიშოვებია, კი ბატონო, რა თუ დამემტკიცებთ, აგერ ვარ ვაღიარებ. მაგრამ ჩემი მოგრძალებული აზრით კიდევ მოხდა არასწორი ნაბიჯი გადაიდგა დაგეგმარებასთან დაკავშირებით და მეტი დრო აღარ გვაქვს. უბრალოდ შემდეგ სექტემბერში იწყება თამაშები და არ ვიცი, რა გითხრათ, ჩემი აზრი იყო ეს ყველაფერი. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით? აუცილებლად ამაზეც დაწერეთ კომენტარები, დალაიქეთ დღევანდელი ვიდეო აუცილებლად და გამოიწერეთ კრისტალ სპორტის YouTube არხი. ახლა შევაფასოთ ჩვენი სტუმარი. პირველ რიგში უდიდესი მადლობა მოსვლისთვის. ძალიან სასიამოვნო, საინტერესო და სიღრმისეული საუბარი იყო. იმედი მაქვს, ბევრი ნახავს, გაითვალისწინებს, დაინტერესება გაიზრდება. ისევე როგორც მშობლების მხრიდან, ადამიანების მხრიდან, პროფესიონალების მხრიდან, ამ დარგში ჩართული ადამიანების მხრიდან და რაღაცა წინსვლა გვექნება უახლოეს წლებში, იმიტომ რომ ძალიან ესეთი ძირფესვიანი და სიღრმისეული ანალიზი გქონდა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ თქვენს პირად საქმიანობაში. სიამოვნებით შეგხვდებით კიდევ ერთხელ და გაგესაუბრებით. და რა თქმა უნდა, გათამაშებას შევიხები ბოლოში, რაც დაკვირდით ვიდეოს დასაწყისში. ახალი წელი მოდის და ამჯერად დღეს ცოცხლიანში 30 მაისური გათამაშდება. ყველაფერი იცით, წესები მარტივია, ნაცნობია. 2000 ლაიქზე ადეს ჩვენი ვიდეო, ირთვება ეგრევე გათამაშება. უნდა დაფიქსირდეთ თქვენ კომენტარებში და შემდეგ 20 თქვენგანს ავარჩევ 20 საინტერესო კომენტარს და ჩვენი პარტნიორის რეტრო სახლის მაისურებს მოიგებთ. კლუბი, ნაკრები, რეტრო ძველი სულ ერთია, მოკლედ ახალი წლისთვის ჩვენი საჩუქარი იქნება. ასე რომ გელოდებით კომენტარებში. დღეისათვის სულ ეს იყო, წელს სულ ეს იყო. ცოცხლიანი დაგიბრუნდებათ ახალი წლიდან ძალიან მალევე და პირველ რიგში საახალწლოდ გისურვებთ სიმშვიდეს, სიყვარულს და ერთობას. აბა მაგრად.